მოგესალმებით, მე ვარ ბაჩანა ჯიშკარიანი, სისხლის სამართლის პროფესორი. მინდა მინი ლექციის სახით გესაუბროთ სისხლის სამართლის ცალკეულ საკითხებზე, რომელიც არა მხოლოდ იურისტებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო და განსაკუთრებით ეს ჩემი მინი ლექცია მიმართულია სწორედაც რომ არა იურისტებისთვის, ვინაიდან მაქსიმალურად მარტივი ენით ვეცდები ცალკეული ისეთი ყოველდღიური პრობლემატური საკითხების თქვენთვის ახსნას. პირველ თემად შევარჩიე საკმაოდ ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები, რომელთან მიმართებითაც რა თქმა უნდა სამართლის ყველაზე მკაცრი დარგის სისხლის სამართალიც არის პერიოდულად მნიშვნელოვანი ხოლმე. თუმცა აქვე მინდა დაგამშვიდოთ, სისხლის სამართალი საბედნიეროდ ძალიან ხშირად არ გამოიყენება ხოლმე ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ვინაიდან როგორც ვიცით და საკუთარი გამოცდილებითაც ალბათ ზოგიერთს გამოგვიცდია კიდეც, როდესაც ასე ვთქვათ, ავარიაში მოვყვებით, ამის შედეგად მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს ხოლმე არის ის, რომ შეიძლება მაგალითად სხვისი მანქანა დაზიანდეს, ან თქვენი მანქანა დაზიანდეს, იქ ფარი გაფუჭდეს, გაიკაწროს და ასე შემდეგ და ამით დასრულდეს ყველაფერი. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, გამოიყენება ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც ბევრად უფრო რბილია ვიდრე სისხლის სამართლებრივი მექანიზმები. ჩვენ სისხლის სამართალი ვიცით, რომ თავისუფლების აღკვეთასაც კი ითვალისწინებს, მრავალწლიანი სასჯელები არსებობს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ადმინისტრაციული სამართლისთვის არ არის დამახასიათებელი. ესე იგი, ავარიის შემთხვევაში ორი რამ შეიძლება უცებ წარმოვიდგინოთ. ერთი ვარიანტი, რომ შეიძლება ეს მოექცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქვეშ, რაც უმეტეს შემთხვევაში ხდება კიდეც. მეორე ვარიანტი უარეს შემთხვევაში შეიძლება თქვენი ქცევა როგორც დანაშაული ისე შეფასდეს, ანუ მასზე გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსი. კერძოდ ძალიან თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლი, რომელიც ასეთ შემთხვევებს ეხება. რა შემთხვევაში გამოიყენება ახლა სისხლის სამართალი? წარმოიდგინეთ, თქვენზე ხართ საჭესთან, დაარღვიეთ საგზაო მოძრაობის წესი, მაგალითად არასწორ ადგილას ჩაუხვიეთ, წითელზე გაიარეთ, ან სწრაფად გაიარეთ ეგრეთ წოდებულ ზებრაზე და ასე შემდეგ და ამის შედეგად დაეჯახეთ სხვას. იქნება ეს სხვისი მანქანა, თუ იქნება თუნდაც ქვეითი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა მაშინათვე ნუ შეგეშინდება, აქ სისხლის სამართალი ავტომატურად ყოველთვის არ გამოიყენება ხოლმე, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამ სხვა ადამიანს იქნება ეს ქვეითი თუ მაგალითად მეორე მანქანის მძღოლი, ან თუნდაც მეორე მანქანაში მსხდომი პირი, ან ასევე შეიძლება იყოს თქვენი თანამგზავრიც, რომელიც თქვენს მანქანაში ზის, აღმოჩნდეს ჯანმრთელობის დაზიანების თვალსაზრისით არც თუ კარგ მდგომარეობაში. ჩვენთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი არსებობს. არსებობს მსუბუქი დაზიანება, არსებობს ნაკლებად მძიმე დაზიანება, არსებობს მძიმე დაზიანება და ყველაზე უარესი, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება თქვენს ქმედებას მოყვეს, ეს არის სხვა ადამიანის გარდაცვალება. ამ ხარისხებს ვერც პოლიციელი ვერ დაადგენს ადგილზე და ვერც მოწმეები, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს ზიანი მიადგება და მაგალითად მისი გადაყვანა გახდა საავადმყოფოში საჭირო, ამის შემდეგ უკვე უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც აი ამ სამედიცინო დასკვნის სახით მოგცემს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი ხარისხის დაზიანება მიადგა იმ დაზარალებულს. თუ მსუბუქი დაზიანება ჩაიწერა იმ დასკვნაში, მაშინ არ არის პრობლემა სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არ მოექცევა სისხლის სამართალში და თქვენ დაგეკისრებათ მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. შეიძლება იყოს ეს ჯარიმა, ცალკე არის კიდევ მაგალითად სამოქალაქო წესი თქვია ამას, ის რომ აი ზიანი უნდა აუნაზღაუროთ, აი მაგალითად იმ მეორე მანქანის პატრონს, ან კურნალობის ხარჯები უნდა დაუფაროთ და ასე შემდეგ, ეს უკვე თქვენ შორის შეთანხმების საგანი იქნება. თუმცა სისხლის სამართალი ამ შემთხვევაში არ შეგეხება და დაუშვათ თავისუფლების აღკვეთა, როგორც ყველაზე მკაცრი სასჯელი, თქვენ არ დაგემუქრებათ. მაგრამ თუ დადგება ისეთი შედეგი, რომ უკვე ჯანმრთელობის დაზიანება ბევრად უფრო სერიოზულია, მაგალითად ნაკლებად მძიმე დაზიანება მიადგა, მაგალითად მოტეხილობები შეიძლება ვთქვათ, ამ მძიმე დაზიანება ეს ისეთი ზიანია, როდესაც უკვე ადამიანი აი
ისეთ მდგომარეობაშია, რომ გადაუდებელი დახმარების გარეშე ლამის გარდაიცვალა, იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო და დაუშვათ დასჭირდა მერე დიდი ხანი მკურნალობა და ასე შემდეგ. ეს უკვე სამედიცინო დეტალებია, რომლის ცოდნაც ჩვენ არ მოგვეთხოვება, ისევ და ისევ მედიკოსების და შესაბამისი ექსპერტების დასკვნაზე ვართ ხოლმე დამოკიდებული. მათ შორის თვითონ პროკურორიც, რომელიც მერე საბოლოო ჯამში თქვენს საქმეს გაუწევს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობას და საქმეს მოგვიანებით სასამართლოშიც წაიღებს, თუ თქვენს მიერ ჯანმრთელობის ძიმე დაზიანების ხარისხი დადგინდება. მეორე ექსპერტიზას დაგჭირდება, ოღონდ არ უნდა დაგვაუწყოს, მარტო ფაქტი არ გვეყოფა, ხონდა დადგინდეს და არ ღვიეთ თუ არა თქვენ საგზაო მოძრაობის წესი, მაგალითად იყო თუ არა თქვენი მანქანა გამართული და ასე შემდეგ. ამას უკვე ცალკე სხვა ექსპერტიზას დასჭირდება, აქ უკვე ტექნიკურ დეტალებზე იქნება ექსპერტიზა ჩასატარებელი. რომ იცოდეთ, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი ხანი გრძელდება, ეს არ არის 1 და 2 დღის საკითხი, შეიძლება კვირეები გაგრძელდეს, შეიძლება ზოგჯერ თვეებიც გაგრძელდეს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენი, ასე ვთქვათ, სისტემის დატვირთულობიდან გამომდინარე, ბევრი სხვადასხვა საქმეა და ასე მალე ვერ ხერხდება ხოლმე ამ ექსპერტიზების დასრულებაც, ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით. იმედი არ აღმოჩნდებით, მაგრამ თავიდანვე უცებ პანიკაში ჩავარდებით, როგორც უკვე გითხარით, ყველა დაზიანება არ არის ძიმე ან ნაკლებად ძიმე და ის არ იწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ არის ასეთი ზიანი მიყენებული, ან ვინმე გარდაიცვალა და თქვენს მიერ წესების დარღვევა დადგინდა, რა თქმა უნდა, უკვე სასამართლო საბოლოო ჯამში თქვენს მიმართ გამოიყენებს სისხლისამართლებრივ ღონისძიებებს. იქ უკვე ჩემს მიერ ნახსენებ 276 მუხში სამართლის კოდექსის სხვადასხვა სასჯელია გათვალისწინებული. ესე წინასწარ გამოწერილი კონკრეტულად ინდივიდუალური სასჯელები არ არსებობს, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პირებზე, მათ ქცევაზე, მათ წარსულზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს ჯარიმაც, შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთაც მრავალწლიანიც, გააჩნია სიტუაციას, ეს უკვე ინდივიდუალურად არის დამოკიდებული თქვენს საქმეზე. ამიტომაც ხშირად დასმული კითხვა, რამდენი წელია ამაზე, კანონში კი წერია, მაგრამ იქ წერია აქედან აქამდე დაუშვათ. ხა შეიძლება უცებ თუ მაგალითად 2 ადამიანი ან მეტი გარდაიცვალა ძღოლის დაუდევრობის გამო, აქ უკვე საკმაოდ მაღალი სასჯელია დადგინდა, შეიძლება მაგალითად მოსამართლემ 9-10 წლის ვადითაც კი გაგიშვათ, ასე ვთქვათ, ციხეში. ყოველივე ეს ასევე დამძიმდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი მოხდა ალკოჰოლური ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ ან ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ. ანუ ეს ყოველთვის ამძიმებს პასუხისმგებლობას. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ ცალკე აღებული მარტო ალკოჰოლური ნივთიერების გავლენის ქვეშ მანქანის მართვა, ანუ მარტივად რო ვთქვათ, საჭესარო ნასვამი დაჯდები, ეს დანაშაული არ არის. ანუ კარგად მიაქციეთ ყურადღება, ტერმინს დანაშაული არ არის, მაგრამ სამართალდარღვევა არის, კერძოდ ადმინისტრაციული ქვია მას, რომელიც უარეს შემთხვევაში მართვის მოწმობის ჩამორთმევასაც კი იწვევს ხოლმე. სისხლის სამართლის საქმე მაშინ იქნება, როდესაც თქვენ მაგალითად ნარკოტიკი გაქვთ მოხმარებული და ასე დაჯექით საჭესთან. აქ უკვე საჭესთან დაჯდომა და მანქანის ტარებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ 276 მუხლიდან გამომდინარე თქვენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. ანუ განსხვავება არის, როგორც ხედავთ, ალკოჰოლთან მიმართებაში არის, თუ მხოლოდ საჭესთან ზიხართ და არაფერი მეტი სხვა არ გაგიფუჭებიათ, არავის არ დაჯახები ხართ, არავის ზიანი არ მიდგომი ამის შედეგად, თქვენ ადმინისტრაციული წესი დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა იქ მართვის მოწმობის ჩამორთმევის სახით, მაგრამ თუ ალკოჰოლის ნაცვლად ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა დადგინდება თქვენს ორგანიზმში, როდესაც თქვენ მანქანას ატარებთ და უბრალოდ ისეთ რომ გაგაჩეროთ ამ დროს პოლიციამ, ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ სისხლის სამართლებრივი წესით წავიდეს უკვე თქვენი საქმე როგორც იტყვა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიცია ვერ მიიღებს, ეს უკვე ბოლოს სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება, ხართ თუ არა თქვენ დამნაშავე. ეს იყო ძალიან მოკლე მიმოხილვა ამ ქმედებებთან დაკავშირებით, ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით. იმედია, ძირითადი ასპექტები გაიგეთ, სხვა ლექციებზე ჩვენ სხვა საკითხებსაც შევეხებით, რა თქმა უნდა.